სტუდია GNS-დან ნანა ლეჟავა წარმოგიდგენთ გადაცემა კვირის რეპორტაჟს საღამო მშვიდობისა. ვინ გახდება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი? მას შემდეგ, რაც გია ჭანტურიამ თანამდებობა დატოვა, ბორდმა კონკურსი გამოაცხადა, სადაც 150-მდე განაცხადი იყო შესული. ამჯერად ბრძოლას 5 კანდიდატი განაგრძობს. რა კრიტერიუმით არჩევს სამეურვეო საბჭო დირექტორს? საზოგადოების ნაწილი ჯერ ბორდის შემადგენლობის შეცვლას და შემდეგ დირექტორის არჩევას ითხოვს. ტელევიზიის მომავალი, რომელიც გადამხდელებს 50 მილიონი ლარი უჯდებათ, ისევ გაურკვეველია. ქეთი ფარცხალაძე გიამბობთ. საქართველოს ტელევიზიის საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნა 2004 წლიდან იწყება. მაუწყებელს გენერალურ დირექტორთან ერთად სამეურვეო საბჭო მართავს. თამარ კინწურაშვილი, ლევან ყუბანეიშვილი, გია ჭანტურია. ყველა მმართველის პერიოდში ისმოდა კრიტიკა, რომ არხი საზოგადოების ინტერესებს ვერ ასახავს. ცხენის ხორცზე დამზადებული ხინკალი და სამართალდამცავების გაშიფრული სქემა. ცხენისა და ვირის ხორცი ქართულ ბაზარზე. ცხენის ხორცი ნახევარ ფაბრიკატებში. 3 ნოემბერს სამივე არხზე. ერთ-ერთი აქტუალური თემა ცხენის ხორცით ვაჭრობა იყო. სამივე არხს ეს 2011 წლის ნოემბერია. კვირის რეპორტაჟი მაშინ მოგითხრობდათ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე რუსთავი ორსადაიმეძე მსგავსი თემები ზუსტად ერთნაირად ჩუქდებოდა და ეს მითითება მთავრობის კანცელარიიდან მოდიოდა. წლების განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებელი იმ ტელევიზიათა რგოლში მოიაზრებოდა, რომელიც ხელისუფლების გავლენის ქვეშ იყო. არადა ეს არხი სხვა კერძო ტელეკომპანიებისგან განსხვავებით მოქალაქეების მიერ ფინანსდება. სამეურვეო საბჭო თუ გენერალური დირექტორი, ვინ რამდენად არის პასუხისმგებელი არხის პოლიტიკაზე, რეალურად ვინ ქმნის არხის სახეს. ჩვენ დროს მოხდა ქცევის კოდექსის შემუშავება, რაც სწორედ მომხმარებელთა უფლებებზეა გათვლილი და ეს არის პრინციპი, რაზეც მუშაობს ყველა ქვეყანაში საზოგადოებრივი არხი. მმართველობაში სამეურვეო საბჭოც არის ჩართული და გენერალური დირექტორი უბრალოდ აღმსრულებელი ან პოლიტიკის, რომელსაც სამეურვეო საბჭო განსაზღვრავს. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი გენერალური დირექტორი თამარ კინწურაშვილი დღეს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეა. ის ამბობს, რომ არხის პოლიტიკას დირექტორი არ განსაზღვრავს. ზურაბ დავითაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრია. არხზე მთავარ ფიგურად მას სწორედ დირექტორი მიაჩნია. თუ როგორი იყო, თქვა, საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისი პროგრამების მიხედვით, რამდენად იყო რეიტინგული ან არ იყო, აქ ბორდის წილი ნაკლებია. ეს თლიანად გენერალური დირექტორის და შემოქმედებითი კოლექტივების საქმეა, რომლებიც აქ მუშაობენ. საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს ახალ დირექტორს ირჩევს. გია ჭანტურია თანამდებობიდან 1 კვირის წინ გადადგა. წასვლის გადაწყვეტილება მან ასე განმარტა. იყო გარკვეული რეორგანიზაციები გათვალისწინებული, მიზეზთა გამო მე ამის განხორციელება ვერ შევძელი ისე ხარისხიანად როგორც მინდოდა და ამიტომ დღესდღეობით მე ვთვლი, რომ ალბათ ჯობდა რომ დამეთმო ეს ასპარეზი სხვა ადამიანებისთვის. ჭანტურია არხზე არსებულ კრიზისს ბოლო პერიოდამდე ვერ ხედავდა. ამიტომ მისი ეს გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. სამეურვეო საბჭოს წევრ დავითაშვილს მიაჩნია, რომ მისი გადაწყვეტილება არხზე შექმნილმა ფინანსურმა პრობლემებმა განაპირობა. საზოგადოებრივ მაუწყებელს ბიუჯეტის წინაშე 3.800.000 ლარიანი დავალიანება აქვს. ფინანსთა სამინისტრო ვითარებას ამ დრომდე სწავლობს. ალბათ ელოდებოდა ბატონი გია, რომ რაღაც ნაწილს მაინც სახელმწიფო აპატიებდა ან ჩამოაჭრიდა და ეს რა კი არ მოხდა. ეხლა გასაგებია, რომ აი ესეთ ძიმე მდგომარეობაში ჩავარდა საზოგადოებრივი მაუწყებელი. ძიმე ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად გენერალური დირექტორის ადგილზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის სურვილი 153 პირმა გამოთქვა. სამუშაო ბიოგრაფიაზე დაყრდნობით მათგან მხოლოდ 5 შეირჩა. გიორგი ბარათაშვილი, ნათია აბრამია, თინათინ რუხაძე, მეკი თავდუმაძე და ნიკოლოზ მახარაშვილი. ერთ-ერთი მათგანი დაახლოებით 1 თვეში საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი გახდება. მოვხდი ჟურნალისტურ სამოთხეში, იმიტომ რომ ჟურნალისტმა ინატროს უფრო მეტი ვიდრე ის რომ ის მიმუშაოს BBC-ზე, მგონია რომ არ შეიძლება არის
რაღაცნაირად ფაქტიურად ყველა სურვილის ერთდროულად ასრულება. მაგრამ ყოველთვის ძალიან მინდოდა და ბოლო ხანებში კიდევ უფრო მეტად მომინდა ქართულ ენაზე ვაკეთო ის, რასაც ვაკეთებ ინგლისურ ენაზე და ძალიან მინდა რომ ის სტანდარტები, ის გამოცდილება, ის ცოდნა, რაც მივიღე, ჩამოვიტანო, გაუზიარო ჩემ კოლეგებს. ნათია აბრამია BBC-ის მსოფლიო ახალი ამბების პროდიუსერია. მას მედიაში მუშაობის 24 წლიანი გამოცდილება აქვს. საზოგადოებრივი მაუწყებლის პრობლემას და მის მოგვარების გზას დირექტორობის კანდიდატი ასე განმარტავს. პოლიტიზირება მაუწყებლის, ძალიან ახლო ურთიერთობა პოლიტიკოსებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, პოლიტიკურ ინტერესებთან. აქედან გამომდინარე არ იყო ნება და ამან შემდეგ არ განავითარა პროცესები. მე არა ვარ ანგარიშვალდებული არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან. არ მაქვს იმის მორიდება, რომ თუ რომელიმე ძალა მოინდომა ზეწოლა, ამაზე ხმამაღლა არ განვაცხადო. არხის დირექტორს სამეურვეო საბჭო ირჩევს. შეიცვლება თუ არა რეალურად საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალი დირექტორის პირობებში, მაშინ როცა სამეთვალყურეო საბჭო იგივე შემადგენლობით რჩება. საბჭოს წევრები შეცვლილი არიან ძალიან მჭიდრო კავშირში ხელისუფლებასთან, მათ შორის ფინანსურ სფეროებში. ამ საზოგადოებრივ საბჭოს არასდროს არ მიუღია გადაწყვეტილება დამოუკიდებლად, ეს ყოველთვის იყო შეთანხმებული ვიღაცასთან და ეხლა სასამკვირველია რაღაც ამ შეთანხმების ფარგლებში მიიღებენ ისინი ამ გადაწყვეტილებას. ნებისმიერ შემთხვევაში ამ საზოგადოებრივ საბჭოს მიღებული გადაწყვეტილება არ იქნება საზოგადოებისთვის მისაღები. პროცესი აბსოლუტურად ზის კანონიერ ჩარჩოებში, მაგრამ რა ვუყოთ იმას და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხს, რომ ამ პროცესის მიმართ ნდობა შეიძლება საზოგადოებას არ ჰქონდეს. იმდენად მაღალი იმუნიტეტი აქვს საბჭოს წევრებს, რომ ეს უკვე უპასუხისმგებლობის კანონიერ გარანტიებს უქმნის მათ. სამეურვეო საბჭოს ადმიუნდობლობას დირექტორის არჩევის ფორმაც აძლიერებს. 153 განაცხადის განხილვა 1 საათსაც არ გაგრძელებულა. პროცესი გაუმჭირვალედ და დაჩქარებულად მიმდინარეობს. ამას საბჭოს ერთ-ერთი წევრი ნინო დანელია აცხადებს. არ იყო არავითარი მსჯელობა, არავითარი დისკუსია, პროცესი იყო დაფარული და არათუ საზოგადოებამ, არამედ საბჭოს წევრებმა არიციან ერთმანეთის არგუმენტები, მათ არიციან რა კრიტერიუმით გადაიყვანეს ესა თუ ის კანდიდატი მეორე ტურში. პროცესი ჩემთვის სწორედ ამიტომ დაიწყო თავიდანვე პრობლემურად, როდესაც საბჭომ არ იმსჯელა მათ შორტლისტზე. არგუმენტი იყო ის, რომ დრო იყო ცოტა, თუმცა საბოლოოდ ჩვენ ნახეთ, რომ 12 კანდიდატი ყავდა სულ ყველას, ვინც ერთი ხმა მაინც მიიღო მინიმუმ და 12 კანდიდატებს სჯელობა, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი თანამდებობა არის განსახილველი და საზოგადოებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მისაღები, მე მგონი ამაზე დროის დახარჯვა ნამდვილად ღირდა. დანელიას ინფორმაციით ბორდის რჩეული ჭანტურიას მოადგილე გიორგი ბარათაშვილია. საბჭოს წევრის განცხადებით არჩევის შემთხვევაში ბარათაშვილი წინა დირექტორის გზას გააგრძელებს და არხზეც არაფერი შეიცვლება. ჩნდება ეჭვი, რომ ბორდს არხზე რეალური ცვლილებები არ სურს. ამ ეჭვებზე საუბრის საშუალება ჩვენ საბჭოს თავმჯდომარესთან არ მოგვეცა. ლევან გახელაძე სტუდია GNS-თან არ თანამშრომლობს. არა, თქვენს პროგრამისთვის კომენტარების მიცემისგან სერიოზულად თავს ვიკავებ, იმიტომ რომ ხდება მერე ხმის გადამონტაჟი. ძალიან წუხარ, მაგრამ ეს ჩემი უფლებაა. მე საჯარო მოხელი არ ვარ და შემიძლია ამაზე შეგადებ. საბჭოსადმი დაბალი ნდობის მიუხედავად საარჩევნო პროცესში ჩაერთო თინათინ რუხაძე. მას მენეჯერული გამოცდილება ბიზნესისა და კულტურის სფეროებში აქვს. ივენთ მასტერი, დექსუსი და გალა ჯგუფი. ეს კომპანიები მისი ბოლო წლების დამსაქმებელია. თინათინ რუხაძე საბჭოს რჩეულ ხუთეულშია. მან გასაუბრება უკვე გაიარა. პროცესი მიდის ძალიან დაჩქარებულად, რაც შეკითხვებს ბადებს. ნდობა მეტი იქნებოდა 5 რო არ ყოფილიყავით ეს კანდიდატი. და ბევრად მეტნი რო ყოფილიყავით, იმიტომ რომ მე იმ სიებშიც კი იყო ძალიან ღირსეული ხალხი, რომელიც მე პირადად ვთვლი რომ უნდა გადმოსულიყო. გასაუბრებამდე ვერ მივიდა გიორგი ციხისელი. მისი საქმიანი ბიოგრაფია საბჭოსთვის საინტერესო არ აღმოჩნდა. TNT-ს დღის ამბების შეფ-რედაქტორი, რადიო ევროპა პლუსის საინფორმაციო პროგრამების დირექტორის მოადგილე.
RTV-ის მოსკოვის შეფ-რედაქტორი, RTV-ის ნიუ-იორკის ვიცე-პრეზიდენტი, საინფორმაციო პროგრამების დირექტორი და წამყვანი გიორგი ციხისელი დაჯილდოებულია როგორც ყველაზე ახალგაზრდა სატელევიზიო დირექტორი რუსეთში და ტელევიზიის წლის პერსონა ნიუ-იორკში. ის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის წინაარჩევნებშიც მონაწილეობდა. და ვნახოთ თუ რამე შეიცვალა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 1 ოქტომბერის არჩევნების მერე. არაფერი არ შეიცვალა სამწუხაროდ. ეჭვი არ მეპარება, ხდება პრეზიდენტის ადმინისტრაცია, იმიტომ რომ საზოგადოებრივი მოუწყებლობის სამეურვეო საბჭო არის დანიშნული პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს მაქსიმუმ 1 თვეში აირჩევენ. თუ არჩევნები არხზე რეალურ ცვლილებას არ მოიტანს, მაუწყებლის არსებობა საზოგადოების ნაწილი გაუმართლებად მიიჩნევს. მაუწყებლობის შესახებ კანონის თანახმად საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ძირითადი წყარო საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტია. დაფინანსების ოდენობა მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0.12%-ია. 2004 წელს მან ბიუჯეტიდან დაახლოებით 17 მილიონი ლარი მიიღო. შარშან 59 მილიონი. 2013 წელს კი გადამხდელები მაუწყებელს 31 მილიონ 800.000 ლარით დააფინანსებენ.